გადახედე იმ პერიოდებს 20-იანი წლების, 30-იანი წლების დასაწყისში. მე იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომი დაემთხვა ამ ყველაფერს და აქედან გამომდინარე, როცა ჭირდებოდათ ამერიკელებს, მაშინ დიქტატურაც დაშვებული იყო. ასე რომ შეეშვით აი ამ ეფემერულ და რაღაცა იდეოლოგიურ რაღაცა რწმენის დონეზე აყვანილ დემოკრატობანას და ლიბერალიზმს. ეს რო არ არსებობს და ეს რო უბრალოდ ცარიელი სიტყვებია, ამას ნორმალური ადამიანი ახლა უნდა ხვდებოდეს მინიმუმ, რომ აი თუნდაც ტრამპის ამ განცხადებას და ტრამპმა რა განაცხადა, ეს რა თქვა არასწორი. აი მაინტერესებს ერთი ტრამპმა რა თქვა არასწორი ზელენსკისთან მიმართებაში. რა ზელენსკის პრეზიდენტობის ვადა არ გაუვიდა? უკრაინის კონსტიტუციაში რა არ არის ჩაწერილი? ის რომ არჩევნები მაინც შეიძლება ჩატარდეს ომის დამშვიდობის მიუხედავად, ხო არის ჩაწერილი. ხო? უკრაინაში არ არის დახურული ტელევიზიები, უკრაინაში არ არის აკრძალული ოპოზიციური პარტიები და ასე. არ არის? და დიქტატურას მეც რას ეძახით? რას ეძახით? სხვას დიქტატორი რა არის? ვერ ხვდები სხვას დიქტატურას რას ეძახით? არჩევნებს არ ატარებს, ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს, ქვეყანას არ გააჩნია ოპოზიციური პრესა, ტელევიზია. აბა რა არის დიქტატორი სხვა? რა განმარტება აქვს სხვა დიქტატორს? აი გეკითხე. ვერ ხვდები? აი გამეცი პასუხი, ლუკა, ხო იდეინი დემოკრატი ხარ. რა მისაღები არის? თუ იგივე ამერიკული პოლიტიკის შეფასებით ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია და ჩვენი ძაღლიშვილი თუ არის, ამიტომ არის მისაღები? ესეც ხო პოლიტიკაა. ახლა მე მაინტერესებს ამ შიგ უკნიდან განათლებული ადამიანების ისა აზროვნება საქართველოში. აი მართლა მაინტერესებს. მართლა მაინტერესებს. რო იძახოდნენ, რომ აი განსაკუთრებით აი ის არ შეიჯვალეკო რო ყავთ, უკაცრავად აუდიტორიასთან. ამერიკის კონგრესმენმა თქვა, ესე იგი 100-ია. ახლა მე მინდა ვკითხო ამ არ შეიჯვალეკოს. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ დიქტატორი არის ზელენსკი და უკრაინამ დაიწყო ომი. ახლა როგორაა საქმე? ახლა რა შვებით ეს უკნიდან განათლებულები? რა შვებით ახლა მაინტერესებს. მაინტერესებს აი ეს მაქციები, ეს მათხოვრები, რომლებიც თვალებს ამოგთხრიდნენ, რამე რო გეთქვა, განსხვავებული აზრი. და მახსოვს რა წივილ კივილი იყო, რა უნდა დამდევილ ხალხს მაინც ვერ გაიგებდით. ისე დააქცევდნენ ქვეყანას და ისე გაასწორებდნენ მიწასთან, თან თვითონ არ უნდოდა. მე საქართველოს ჩვენ აი ამნაირი ხალხი უნდა ჩავთვლილიყავით. ომში და უნდა მჯდარიყვნენ და უნდა ეყურებიათ ამ ყველაფერს. გაიხსენეთ ის ისტერიკები, რაც ტრიალებდა. შეხედეთ მაგ ავადმყოფებს ირგვლივ. მოუბრუნდით ახლა იმ თქვენ მეზობლებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს და უთხარით. ეს რა ხდება? ეს ხო დემოკრატიის უარყოფაა, ეს ხო უკრაინის, ამას ამერიკა როგორ აკეთებს? და გამოაცხადა ტრამპმა. ევროპელებო, სამშვიდობო ჯარების შეყვანა გინდა თუ უკრაინაშიო? კი ბატონო, მაგაზეო კაისო რა სიზამთო. მაგრამ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ იქნება იქ. ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ იქნება იქ. ჩვენო დიდი ლამაზი ოკეანე გვარტყია. ეს კიდევ ერთხელ დებილებისთვის, იდიოტებისთვის, ჩლუნგებისთვის ელემენტარული გეოგრაფიის გაკვეთილი. რომელსაც 2008 წლის ომის დროსაც ეუბნებოდნენ, რომ 2008 წლის ომმა საქართველოს ჩაუტარა გეოგრაფიის გაკვეთილი. რომ რაც არ უნდა მოკავშირე ყავდეს ოკეანის გაღმა, ის დასახმარებლად ვერასდროს ვერ მოვა, თუ კი მის გვერდით არის ასეთი ძლიერი იმპერია, როგორიც არის რუსეთი, რომელიც გაგლიჯავს. ეს ედოთ მაგალითად უკრაინელებს. აქამდე არ ესმოდათ. ახლა ტრამპმა კიდევ